ძაღლს და კატას ერთნაირი საკვები სჭირდებათ? ბევრი ფიქრობს, რომ რადგან ძაღლი და კატა ერთმანეთს გავს, მათ შეიძლება ერთი და იგივე საკვები მივცეთ. მაგრამ რეალურად ასე არ არის. ანატომიურად მათი მომნელებელი სისტემა თითქმის ერთნაირია. კატას აქვს დაახლოებით 30 კბილი, ძაღლს 42, ხოლო ძაღლის წვრილი ნაწლავი ოდნავ უფრო გრძელია, მაგრამ მთავარი განსხვავება არის კვებით მოთხოვნებში. კატა უფრო მეტად არის ადაპტირებული ცხოველური წარმოშობის საკვებზე და მისი ორგანიზმი უკეთ იყენებს ცხოველურ ცილას და ცხიმებს. ძაღლი კი მეტაბოლურად უფრო მოქნილია და შეუძლია როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული წარმოშობის საკვების მონელება. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება არის ტაურინი. ტაურინი არის ამირომჟავა, რომელიც აუცილებელია გულის მხედველობის და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციისთვის. ძაღლს შეუძლია ტაურინის გარკვეული რაოდენობის წარმოება საკუთარ ორგანიზმში, მაგრამ კატას ეს უნარი პრაქტიკულად არ აქვს და ტაურინი აუცილებლად უნდა მიიღოს საკვებიდან. სწორედ ამიტომ კატის საკვებში ტაურინი აუცილებელია. ხოლო ძაღლის საკვები კატისთვის სრულფასოვანი არ არის. მეტი ასეთი ვიდეოსთვის გამოიწერე.